მოგესალმებით ბატონ დავით, დავიწყოთ ენგურჰესის თემით. ცვლილება ტარიფის დადგენის წესში. ეს როგორ და რანაირად აისახება მომხმარებლებზე, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებს? საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილება, რომლის შესაბამისადაც აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგია არ იქნება ასახული ენგურჰესის ტარიფის გაანგარიშების დროს, რაც მიზნად ისახავს ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებას და შესაბამისად ამით კომპანია შეძლებს რომ სრულად მოემსახუროს მის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, ისევე როგორც მიმდინარე და კაპიტალური ტიპის ღონისძიებები, რაც უნდა ჩატარდეს ობიექტზე, ამას თვითონვე მოემსახურება საკუთარი ფინანსები და ფინანსურად უფრო ჯანსაღი კომპანია იქნება. აღნიშნული ცვლილება გავლენას არ იქონია სამოხმარებლო ტარიფებზე და ტარიფების გამოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მარეგულირებელ კომისიას გათვალისწინებული აქვს მექანიზმები, რა მექანიზმებითაც ჩვენ თავის დროზე მოვახდინეთ ტარიფების გაანგარიშება და დაბალანსება. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ხაზს ვუყურებთ, რომ აღნიშნული ცვლილება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას გააჯანსაღებს, არ იქნება ასახული კომპანიის ტარიფის გაანგარიშების დროს აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა, კომპანია იქნება ჯანსაღი და სამოხმარებლო ტარიფზე ეს ყველაფერი არ აისახება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ეხება და ეს თითქმის ყოველწლიურად ხდება ზედმეტად დარიცხულ გადასახადებს და ამ შემთხვევაში გულისხმობ ელექტროენერგიის აფასურს. როგორი გვაქვს ამ კუთხით ვითარება და კონკრეტული მაგალითების დასახელება შეიძლება ძალიან ბევრი, მაგალითად კომპანია 2-3 თვის გადასახადს არ ურიცხავს, ანუ არ მიდის გადასახადი, შემდეგ ეს თანხა გროვდება და ანგარიშობენ არა 18 თეთრად, არამედ სხვა თანხად. ანუ როგორია ამ კუთხით ვითარება? მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში იღებს მომხმარებელთა განაცხადებს და საჩივრებს. 2024 წელს 3000-ზე მეტი საჩივარი შემოვიდა ჩვენთან და განხილული იქნა შესაბამისი დეპარტამენტის მიერ და შემდეგ უკვე კომისიის მიერ იქნა გადაწყვეტილებები მიღებული. არასწორია ზედმეტად დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანება ჯამში 2024 წელს 2.800.000 ლარამდე ჩამოეწერა მომხმარებლებს, მათგან ყველაზე მეტი 1.600.000 ლარი ჩამოეწერა წყალმომარაგების სექტორში, დაახლოებით 1.000.000 ლარამდე იქნა ჩამოწერილი ელექტროენერგეტიკის სექტორში და ყველაზე მცირე იქნა დაახლოებით 120.000 ლარამდე ბუნებრივი გაზის სექტორში. როცა მომხმარებელი დაეჭვდება დარიცხვის სისწორესთან დაკავშირებით შეიტანს ასეთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მომართონ მარეგულირებელ კომისიას როგორც ელექტრონულად, ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური განაცხადის მეშვეობით. კომისია გამოითხოვს ინფორმაციას კომუნალური კომპანიიდან, ნახავს მოხმარებებს, შეამოწმებს მრიცხველს და აქედან გამომდინარე დარწმუნდება დარიცხვის სისტორეში თუ შეცდომაში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ასე რომ მოხმარებლებს შეუძლიათ მოგმართონ ასეთ შემთხვევაში, თუმცა ის რომ 2-3 თვე არ აიღოს კომპანიამ ანათვალი და ერთიანად დაარიცხოს და ამით ხელოვნურად ისარგებლოს და გაზარდოს ტარიფი, ესეთი რამ წარმოუდგენელია, ესეთ რამეს თუ ექნება ადგილი თუნდაც რამდენიმე დღის გადაცილებით აღებას, ესეთ შემთხვევაში კომისიას ექნება ძალიან მყისიერი რეაგირება და ეს გამოიწვევს აუცილებლად კომპანიის დაჯარიმებას. ის პრობლემა, რაზეც თქვენი საუბრეთ, ეს და რამაც გამოიწვია თანხების ჩამოწერა, ეს სისტემურია, ეს პრობლემა თუ ტექნიკურია, თუ რატო ხდება ეს? კომისია ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას, 1.5 მილიონი ლარის ჩამოწერა საშუალოდ ყოველწლიურად ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ძირითადი ნაწილი, როგორც წესი, არის ხანდაზმული დავალიანება, ანუ დავალიანება, რომლის წარმოშობიდან 3 წელზე მეტი ვადაა გასული, ასევე თუ მრიცხველი არასწორად აღრიცხავს დაზიანების გამო, ესეთ შემთხვევებიც გვაქვს, როცა კომისია სწავლობს ამ ყველაფერს და დაზიანებული მრიცხველის მიერ არასწორად აღრიცხვის შემთხვევაში აკორექტირებს დარიცხვას და სხვა ცალკეული შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს, თუმცა რა შემთხვევებიც არის და ჩვენთან შემოდის განაცხადები, ყველა შემთხვევაში კომისია ამაზე რეაგირებს. და კითხავთ ენერგიის, ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით როგორი ჰქონდა ვითარება ამ ბოლო პერიოდში? 2024 წელს შემცირდა ქვეყნიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წელთან შედარებით, 2023 წელთან შედარებით, თუმცა ეს დიდწილად
დაკავშირებული იყო ორ ფაქტორთან. ერთი ეს არის ელექტროენერგიის მოხმარება ჩვენთან, და მოხმარება გაიზარდა. შესაბამისად საექსპორტო ელექტროენერგია უფრო ცოტა იყო და მეორე ეს პირდაპირ დაკავშირებული არის უხნალეხებთან გაზაფხულის პერიოდში. სწორედ ეს პერიოდია ელექტროენერგიის ექსპორტისთვის ხელსაყრელი ჩვენთვის, ვინაიდან ჰიდროელექტროსადგურებში ჭარბი მოდინება წყლის და შესაბამისად ნამეტი ელექტროენერგია, რომელიც არ არის ქვეყანაში საჭირო, ამ ნამეტი ელექტროენერგიის გატანა ხდება მეზობელ ქვეყნებში. შემცირდა, უბრალოდ გაიზარდა იმპორტის მოცულობაც 2024 წელს. თუმცა ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ გასულ წელს, ანუ 2023 წელს უფრო მეტად დატვირთული იყო თბოსადგურები, ხდებოდა გაზის იმპორტი და თბოსადგურები გამოიმუშავებდნენ ელექტროენერგიას. თუმცა 2024 წელს პირდაპირ ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფი იყო, ვიდრე ბუნებრივი გაზის შემოტანა და მისი, ესე თქვა, თბოსადგურებში დამუშავება. და სწორედ ამან გამოიწვია იმპორტის გაზრდა გასულ წელს, მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში 2024 წელს 23 წელთან შედარებით, რაც დაკავშირებული არის ორ ფაქტორთან. ერთი, საყოფაცხოვრებო სექტორშიც გაიზარდა მოხმარება, რაც დაკავშირებული არის ცხოვრებრივი დონის ზრდასთან და უფრო მეტი ენერგიის მოხმარება დაიწყო მოხმარებლებმა და მეორე, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა ასევე არასაყოფაცხოვრებო სექტორშიც, რაც გაზრდილი ბიზნეს აქტივობით არის ძირითადად განპირობებული და გაზრდილი ტურიზმით ასევე 2024 წელი განსხვავებული იყო სხვა წლებისგან იმითაც, რომ ზაფხულის განმავლობაში ქონდა ელექტროენერგიის პიკური მოხმარება, რამაც გადააჭარბა ზამთრის პიკურ მოხმარებას. რაც დაკავშირებული არის მაღალი ტურისტული აქტივობასთან და ტურისტული ობიექტების მიერ სწორედ ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებასთან გაგრძელება კონდიცირების სისტემის გამოყენების სახით. და რაც შეეხება ელექტროენერგიის გამომუშავებასაც ასევე გამომუშავება გაიზარდა წინა წელთან შედარებით. აქაც ზრდა დამოკიდებული იყო კარგ ჰიდროლოგიაზე ერთის მხრივ, მეორე მხრივ იმაზე, რომ ახალი ენერგოობიექტები შევიდა ექსპლუატაციაში, 3 ახალი ჰიდროელექტროსადგური ჩაირთო სისტემაში, მათ შორის ერთ-ერთი 45 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის ხობი 2 ჰესი, ასევე 2 მცირე ჰესი და ჯამურად ჩვენს ენერგოსისტემას ამ 3 ჰესის ექსპლუატაციაში შესვლით 50 მეგავატამდე სიმძლავრე შეემატა. არაფერს ვამბობ ნეტო აღრიცხვო სისტემაში ჩართულ მიკროსიმძლავრეებზე, ანუ მზის სადგურებზე, რომელთა მშენებლობის და ქსელში ჩართვის საკმაოდ მაღალი ტემპი იყო 2024 წელს და ის მნიშვნელოვნად წინ უსწრებდა ყველა წინაწლების მაჩვენებლებს და ძალიან ესეთი მაღალი აქტივობა იყო. მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 40 მეგავატამდე ახალი მზის ენერგიის სადგურები შეემატა ასევე ჩვენს. იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა, უწეხან აღნიშნული და ძირითადად მომწოდებელი ქვეყნები. იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანი განხორციელდა. აზერბაიჯანი. ასევე ამ ზამთრის სეზონის გათვალისწინებით პრობლემებია ძირითადად რეგიონში. აი რა ინფორმაციას ფლობთ ამ ეტაპისთვის? როგორია ვითარება, სად რამდენიმე დღეა გარკვეულ ნაწილში საერთოდ არ არის ელექტროენერგია? თქვენი ინფორმაციით როგორია ვითარება? ზამთრის სეზონზე და განსაკუთრებით ბოლო დღეებში უხმა ნალექებმა მაღალმთიან რეგიონებში გამოიწვია ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის დაზიანება. ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ ენერგოპრო ჯორჯიას შესაბამისი სამსახურები, ისევე როგორც სოკარ ჯორჯია გაზის და საქორ გაზის შესაბამისი თანამშრომლები იმისათვის, რომ მოხდეს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. როგორც იწმინდება გზები შესაბამისი ტექნიკით, მე უკვე ამას მიყვებიან კომუნალური კომპანიები და ხდება მათ მიერ შესაბამისი აღდგენითი სამუშაოების განხორციელება. საკმაოდ მრავალრიცხოვანი აბონენტები ჩაირთო და მოხდა აღდგენა გურიის, აჭარის რეგიონებში, მაღალმთიანი იმერეთის რაიონებში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბუნებრივი გაზის ნაწილშიც იყო დაზიანებები, მაგისტრალური გასადენები, რომლითაც ნაწილდება შემდეგ უკვე სოფლებში ბუნებრივი აირი იყო რამდენიმე ადგილას დაზიანებული და იქაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. დღესაც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება აღდგენითი სამუშაოები და პერიოდულად მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით ავარიების და მისი
გამოსწორების შესახებ ინფორმაციები კომუნალური კომპანიების მიერ მიეწოდებათ მომხმარებლებს სენაკის მიერ დადგენილი წესით და შესაბამისად დამატებით მიიღებენ ასევე ინფორმაციას. და ერთსაც კითხავთ ტარიფებთან დაკავშირებით ხო არ იგეგმება რაიმე ცვლილება? მიმდინარე წელს რაიმე სახის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ნაწილში. ჩვენ საშუალოვადიანი ტარიფები რაც დავადგინეთ, ელექტროენერგიის ტარიფები ამ წლის ბოლომდე მოქმედებ, ბუნებრივი აირის ტარიფები კიდევ უფრო მეტი ხნით აგვაქვს დადგენილი 5 წლიანი პერიოდისთვის იქნა დადგენილი, ისევე როგორც წყალმომარაგების ტარიფები, რომელიც დავადგინეთ ჩვენ დაახლოებით 1 წლის წინ ოდნავ მეტი ხნის წინ, ასევე 3 წლიანი ტარიფი იყო დადგენილი, ასე რომ მიმდინარე წელს რაიმე სახის ტარიფის ზრდა მინიმუმ წლის ბოლომდე დაგეგმილი არ არის.